მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვებას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ქალბატონი დანიგანის პირადი გადაწყვეტილებაა და მას პატივს სცემენ. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა კი საქართველოს მხრიდან აუცილებელ გადატვირთვას ითხოვს. რაც შეეხება მმართველი გუნდი პენსიაზე გასულ დანიგას წარმატებას უსურვებს. რობინ დანიგანი ელჩის თანამდებობას საქართველოში 2 წლის განმავლობაში იკავებდა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის ივლისში წარადგინა. ამავე წლის ოქტომბერში კი ამერიკის ელჩი დიპლომატიურ საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. დანიგანმა თვითონ განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს საჯარო საქმიანობაში ყოფნას, ამიტომაც სხვა სპეკულაციის სივრცე არ რჩება. შეიძლება რომ ეს ქალბატონი თავის განცხადებაში სასახად ამბობს, რომ არათუ სხვა გადადის, არამედ უბრალოდ ანებებს თავს საჯარო სამსახურს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება. ურთიერთობის გადატვირთვაზე ძალიან კარგი განცხადებები არის გაკეთებული მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ძალიან კარგად იცის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შანსი გაჩნდეს. თუ ამ ნაბიჯებს არ გადადგამს, საკადროო რაღაც გადაადგილებით და ცვლილებებით არანაირი რა თქმა უნდა გადატვირთვა არ მოხდება. ეს ქალბატონ დანიგანის პირადი გადაწყვეტილება არანაირად არ არის დაკავშირებული ამ კონკრეტულ ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვასთან. ელჩის დანიშვნაზე რაღაცა მოლოდინების შექმნა ოცნების მხრიდან ბუნებრივია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პროპაგანდის ნაწილი, რადგან მათ თუ სურთ, რომ ნამდვილად გადაიტვირთოს ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკას შორის, პირველ რიგში თავად უნდა გადაიტვირთონ და სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეიცვლება ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და რაც საზოგადოებამ მოვისმინეთ, უსურებ მას ესე ვთქვათ, კარგ დასვენებას პენსიაზე, ეს ერთი რაც შემიძლია ვთქვა. ეხლა რაც შეეხება ზოგადად საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, ჩვენ არათუ მზად ვართ გადატვირთვისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მზად ვართ თვისობრივად ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის სრულიად ახალი ფურცლიდან და ეს მზაობა ჩვენგან ყოველთვის დაფიქსირებული იყო ჩვენ მეგობარ ქვეყანასთან. ცოტა საოცარი წასვლა იყო. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა არსებობს მის ამ გორ წასვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ურთიერთობებს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები. ჩვენთვის არა მხოლოდ პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მეგობრობა და ეს რა თქმა უნდა ორივე ქვეყნის ინტერესებს უნდა მოიცავდეს. არსებობდნენ ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს ხელს უშლიდა და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არასწორი ინფორმაციები მიეწოდებინათ ადმინისტრაციისთვის, თეთრზე პირდაპირ შავს ამბობდნენ, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი. თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვე რჩება და ამ დრომდე გაურკვეველია მიიღებს თუ არა პროცესში მონაწილეობას ბარიერგადალახული ოპოზიცია. ეს საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური ევროპარლამენტარების მოწოდების შემდეგ გახდა. ლელოს პოზიცია, რომ თემაზე პარტიებმა დისკუსია უნდა გამართონ, შეთავაზებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის. არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა მიუღებელია სალომე ზურაბიშვილისთვისაც. მისი განცხადებით, მაშინ როცა ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, არჩევნებში მონაწილეობა მისთვის გაუგებარია. პარტია გახარია საქართველოსთვის კი არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს. წინასაარჩევნო კამპანიისთვის ვადებაში უკვე ჩართულია პარტია გირჩი. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება ლელო ძლიერ საქართველოს მიიღებს თუ არა მონაწილეობას მიღებული არ გვაქვს, მაგრამ ის რომ საკითხები მუშავდება, კონსულტაციები მიმდინარეობს და ზოგადად საჭირო არის რომ პოლიტიკოსებმა ვისაუბროთ პოლიტიკურ საკითხებზე, ეს არის აუცილებელი. არჩევნები, რომელიც არ ასახავს ადამიანის ხალხის უფლებებს და არ გამოხატავს თავისუფალი არჩევანის საშუალებას,
არ შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები. ეს არის არჩევნების იმიტაცია. და არჩევნების იმიტაციაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, ვისაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში, როდესაც ჩაინიშნება ამ ქვეყანაში თავისუფლად და სამართლიანი არჩევნები, ჩვენ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ამას არ ქვია არჩევნები. არის ძალები, რომელთაგან ეს გვიკვირს და არ გვსურს რომ ასეთ რამ ვიხილოთ, ამიტომაც მოუწოდებდი ყველა პოლიტიკურ ძალას აბსოლუტურად, რომ არ ეთამაშოს ივანიშვილის თამაში, არ მიცეს მის რეჟიმის ლეგიტიმაცია, არ მიიღოს ნორმალიზებაში რეჟიმის მონაწილეობა, გაიკვევა ვინ არის ის პოლიტიკური ძალა და ვინ არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც შეუძლიათ რომ შთანხმული იყვნენ რეჟიმის მიერ. ნასუმძრობას არასდროს არ ქონია იმის სურვილი, რომ ივანიშვილის რეჟიმის შემოგროვებული ნაწილი ყოფილიყო, ამიტომაც ვინც მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, ნასუმძრობას ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ბრძოლის ავანგარდში ყოველთვის და წინამორბედობის მთავარი ცენტრი, ასეთად დავრჩებით. არც კრიტიკა, არც მოწოდებები, არც ბულინგი, როგორც მათ ჩვევიათ, ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, დაახლოებით 2 თვის წინ და ამ 2 თვის განმავლობაში ყოველ დღე მედიის საშუალებით ვამცნობთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ დიახ, ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული ჩვენს პოზიციაში და დიახ, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ამიტომ ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლის. ერთმანეთის ბულინგში და ლანძღვაგინებაში არიან, შემდეგ ორივე ერთად ამ ორის ლანძღვაგინებაში არიან. მოკლედ ამ დივერსიფიცირებაშიც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ესე თავაზობენ იმ უნიჭო რაღაც სცენარს, ამ უნიჭო ბატალიების სცენარს, შიდა ბატალიების, რომლითაც საზოგადოება ძალიან დაიღალა. რეალობა ერთია. შემოვლენ ძალიან ესე ვთქვათ კაცრად წააგებენ 64 მუნიციპალიტეტში, ამის პირობას ვაძლევთ მათ და მათივე პატრონებისთვისაც ძალიან კარგი კიდევ ერთი მესიჯი იქნება თუ რეალურად რა ხარდაჭერა აქვს აგენტურას საქართველოში. ყველა საუბრობდა იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ეს იქნებოდა დამღუპელი, ისინი ძალიან კატეგორიულები იყვნენ და საუბრობდნენ იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა ბოლო დღეებია, ბოლო კვირეებია, ხედავთ როგორი შერბილებული მესიჯები აქვს, იმიტომ რომ დავალება მიიღეს და აი მერწმუნეთ ამ ადამიანებს არანაირად არ აქვს იმის საშუალება, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება. რასაც უბრძანებენ თავიანთი პატრონები, რასაც ეთქვიან და დაავალებენ, ისე იმოქმედებენ. როდესაც ხარ აგენტი, შენ ასრულებ გარე დავალებებს, მაშინ ეუბნებოდნენ, რომ უნდა ქონოდათ ეს მესიჯი, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, დღეს უკვე იცვლება დამოკიდებულება, მიღებული აქვს სხვა ბრძანება და ნახოთ როგორი პრინციპულები არის. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე და სოფლებში მიმდინარეობს. სამუშაოებს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაიცნენ. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხურჯუმელიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაიცნო. აცანა აკეთისა და სუფსა გულიანის დამაკავშირებელ გზაზე სამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის 8,455,542 ლარია გამოყოფილი. ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჭინათში 450 მეტრის სიგრძის ნაპირსამაგრის მოსაწყობად 521,000 ლარი, ხოლო ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ კოკაჩში გზის რეაბილიტაციისთვის 1,157,647 ლარი დაიხარჯება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოვინახულეთ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 24 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები დადგენილი გეგმა გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. დავათვალიერეთ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარე სამუშაოები ჯამში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 266 ობიექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც 24 მილიონ ლარის ღირებულებისაა. ესაა როგორც დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე ნაპირსამაგრები, ხიდები, სანიაღვრი არხები, გაბიონები, მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ნაწილი უკვე დასრულებულია და ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება. მუნიციპალიტეტი ასევე მზად აქვს რამოდენიმე სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.
საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურში რეგიონული ენერგოეფექტურობის კამპანიის ფარგლებში პროექტის გურიის ახალგაზრდები მწვანე მდგრადი განვითარებისთვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი გურიის ახალგაზრდები მწვანე მდგრადი განვითარებისთვის მიზნად ისახავდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას, ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების გამოყენების სარგებლის შესახებ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოხდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული სესიებისა და აქტივობების შეჯამება, ახალგაზრდულ კონკურსებში გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება, შესრულებული პროექტის პრეზენტაციის წარდგენა, ასევე ინტერაქციული სესიის ჩატარება და ახალგაზრდებთან ერთად იდეების გაზიარება. საერთო ჯამში კი ღონისძიება რეგიონში გარემოს დაცვითი განათლებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ემსახურებოდა. პროექტი 2025 წლის მარტში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდა. პროექტი ევროკავშირის მიერ იყო მხარდაჭერილი. ძალიან გამიხარდა მოგება, ყველა ძალიან კარგი პლაკატები და ინფორმაციები ჰქონდა. არც მეგონა რომ მე გავიმარჯვებდი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობას გადავხდი მწვანე გურიას და ასევე ევროკავშირს ასეთი კარგი პროექტის ჩართვისთვის. ენერგოეფექტურობა პირველად რო გავიგონე სიტყვა, სულ სხვა რაღაცა მეგონა და აბსოლუტურად სხვა რაღაცა აღმოჩნდა. ასევე პროექტის ფარგლებში ვიყავით ანაკლიის ბანაკში, და ძალიან კარგი იყო, იქ ჰქონდა ლექციები ენერგოეფექტურობის შესახებ, რა არის ენერგოეფექტურობა, როგორი უნდა იყოს ასე ვთქვათ ენერგოეფექტური გარემო და ანუ კარგია თუ ცუდია, ანუ კარგია როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად. მიმაჩნია რომ ეს თემა, რაც ამ პროექტს ირგვლივ იყო, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობა და ამ საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლება ჩვენ საზოგადოებაში ამბოლოდ აუცილებელია. ამასთან ერთად საინტერესოა როგორ ერთვება ტექნოლოგიები ჩვენ ცხოვრებაში და როგორ ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და რაც უფრო მეტი გვეცოდინება ამ თემასთან დაკავშირებით, უფრო უკეთესი ჩვენთვის. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურში გაიმართა რეგიონული ენერგოეფექტურობის კამპანიის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის გურიის ახალგაზრდები მწვანე მდგრადი განვითარებისთვის შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტი გურიის ახალგაზრდები მწვანე მდგრადი განვითარებისთვის მიზნად ისახავდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლის სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას, ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების გამოყენების სარგებლის შესახებ. პროექტი 2025 წლის მარტში დაიწყო და მაისის ბოლოს წარმატებით სრულდება. ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს რეგიონში გარემოს დაცვითი განათლებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერების პროცესში. საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა ხორციელდება ევროკავშირსა და KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი GOPAS ხელმძღვანელობით. რეგიონალური ენერგოეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია ШPS-MES. კლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გვყავს ოზურგეთელმა ფირუზ მარკოიძემ მარცხენა მკლავში ოქრო მოიპოვა. რუმინეთში მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. გუშინ 5 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის პარასპორტსმენმა ფირუზ მარკოიძემ ორ ასაკობრივ ჯგუფში 23 წლამდელთა და დიდებში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და მარცხენა მკლავში ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფირუზ მარკოიძე ევროპის ჩემპიონატისთვის გიორგი რუსიაშვილმა, ილია ლეჟავამ და ზურაბ ბურჭულაძემ მოამზადეს. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.